ილია თოფურია მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. ქართველი ჩემპიონი ისტორიული ბრძოლისთვის ემზადება. გამთენიისას თეთრი სახლის ეზოში ის UFC-ს საჩემპიონო ქამრისთვის ამერიკელ ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება. ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250 წლის თავს ეძღვნება და მას 4000 მაყურებელთან ერთად დონალდ ტრამპიც დაესწრება. თეთრი სახლის ბრძოლები თბილისის დროით დილის 4 საათიდან დაიწყება. თოფურიას ბრძოლა კი დაახლოებით დილის 7 საათიდან. ბეირუთზე თავდასხმის გამო ტრამპი ისრაელს აკრიტიკებს. როდესაც ასე ახლოს ვართ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებასთან, ბეირუთზე თავდასხმა არ უნდა მომხდარიყო, წერს ის. ტრამპის განცხადებით ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა ლიბანის ის იერიში, რომელსაც დღეს უპასუხა, უმნიშვნელო იყო. ზელენსკი ტრამპთან შესახვედრად ემზადება. იქამდე კი უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებმა დღეს სატელეფონო საუბარი გამართეს. ტრამპმა უკრაინელი კოლეგისგან დაბადების დღის მილოცვა მიიღო და მოისმინა ინფორმაცია ბრძოლის ველზე არსებული ვითარების შესახებ. ტრამპი და ზელენსკი მომავალ კვირაში ერთმანეთს საფრანგეთში დიდი შვიდეულის სამიტზე შეხვდებიან. ანექსირებულ ყირიმში წელს საკურორტო სეზონი ჩავარდება, პროგნოზირებენ ტუროპერატორები. საწვავის კრიზისის გამო რუსებმა ორ კვირაში ჯავშნების 79% გააუქმეს. ვინაიდან ტურისტების უმრავლესობა ყირიმში მანქანებით ჩადიოდა ბენზინის დეფიციტისა და 20 ლიტრიანი ლიმიტის გამო, ისინი ნახევარკუნძულზე გამგზავრებას ვეღარ ახერხებენ. შედეგად ყირიმი რუსეთის პოპულარული მიმართულებების სიიდან ამოვარდა.